მოგესალმებით კიდევ ერთხელ მოგესალმებით უკვე დღის არხზე და გადაცემით საუბრები განათლებაზე. დღეს ჩვენ საუბრობთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ და როგორც დილიდან დავაანონსეთ, დღეს პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა ლოლაძე. თუმცა სანამ ჩვენი სტუმარი შემოგვიერთდება, მანამდე გაგაცნობთ იმ სტატისტიკას, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნდა. ეს არის 2025 წლის რეგისტრირებულთა სტატისტიკა და აქვე გეტყვით, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, 10000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის და მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდისათვის დარეგისტრირდა 24300-ზე მეტი აპლიკანტი. ასევე გამოქვეყნებული არის აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით, რომელიც ასე გამოიყურება: ისტორია წელს აირჩია 18900-ზე მეტმა აბიტურიენტმა, მათემატიკას ჩააბარეს 13700-ზე მეტი, გეოგრაფიას 2300-ზე მეტი, ლიტერატურა აირჩია 1400-ზე მეტმა აბიტურიენტმა, სამოქალაქო განათლება 2600-ზე მეტმა, ქიმია 2100-ზე მეტმა, ფიზიკას ჩააბარეს 900-ზე მეტი აბიტურიენტი, ბიოლოგია 3200-ზე მეტი და ხელოვნებას ასევე ჩააბარებს 200-ზე მეტი აბიტურიენტი და ასევე აქვე გამოქვეყნებული არის ინფორმაცია, რომ გამოცდების განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე NAEG-ზე და დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღი, საგამოცდო ცენტრის მისამართისა და გამოცდაზე გამოცხადების დროის თაობაზე მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვა სავარაუდოდ ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი, ასე რომ ეს არის ის ბოლო ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და მოდი დაუბრუნდეთ ჩვენი გადაცემის მთავარ თემას. პირდაპირ ეთერში გვერდდება ნანა ლოლაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ქალბატონო ნანა და დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს, განსაკუთრებით ჩვენს აბიტურიენტებს, რომლებსაც უკვე დაეწყო წინა საგამოცდო ღელვა და ალბათ ბევრი კითხვაც უჩნდებათ. ქალბატონო ნანა, სანამ გადავიდოდეთ, დეტალურად ვისაუბრებდეთ საგამოცდო ტესტის შესახებ და იმ კონკრეტული რეკომენდაციების შესახებ, მოდით დავიწყოთ იმით, პრინციპში მცირე დრო არის დარჩენილი გამოცდებამდე და როგორ ურჩევთ ამ დროის გამოყენებას, რითი იხელმძღვანელონ და ის დამხმარე მასალები, დამხმარე რესურსები, რომელიც შექმნილი არის და გამოქვეყნებული არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტები გაეცნონ აი ამ რესურსს? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. აუცილებლად მინდა მიმართო აბიტურიენტებს, რომ დამხმარე მასალების არჩევისას გაითვალისწინონ და უპირატესობა მიანიჭონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ მასალებს, რომ მოგეხსენება ძალიან ბევრი მასალა იბეჭდება და ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ და არ ვაგებთ იმ დამხმარე მასალაზე, რომელიც ჩვენი მომზადებული არ არის. პირველ ყოვლისა იგულისხმება კრებულები, დამხმარე კრებულები, როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, რომელსაც თითოეული ჯგუფი თითოეული საგამოცდო საგნისთვის ამზადებს. ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფმა მოამზადა 2 ამგვარი კრებული, ერთი გახლავთ სავალდებულო გამოცდის დამხმარე კრებული მომზადებისთვის, მეორე კი არჩევითი გამოცდის, არჩევითი საგნის ლიტერატურის ჩაბარება, ვისაც სურს მათთვის. რატომ არის მნიშვნელოვანი? გარდა იმისა, რომ სტილი, ყველაფერი ზუსტად დაცულია, როგორც არის ჩვენ საგამოცდო ტესტებში, მეორე და მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ინსტრუქციებს, რომელსაც პრაქტიკულად არ ვცვლით საგამოცდო ტესტში. ეს ინსტრუქციები სასურველია აბიტურიენტებმა გამოცდამდე იცოდნენ და დრო არ დაკარგონ
უშუალოდ საგამოცდო სიტუაციაში ამ ინსტრუქციების გააზრებაზე და კონცენტრირებული იყვნენ კონკრეტული დავალების პირობაზე და მითითებებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ არის რაღაცა როგორც შემოხაზო, სადღაც ჩაწერო ნამდვილად ინსტრუქციებში და ეს თუ წინ ეცოდინებათ არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ჩვენ აბიტურიენტებს გავაცანით რამდენიმე წლის წინ უკვე შევზღუდეთ მინიმალური მოცულობა წერითი დავალების და ასეთ შემთხვევაში მათ ენობრივი კრიტერიუმებით ლექსიტა, სტილი, გრამატიკა და პუნქტუაცია არ შეფასდება თუ ასეთ სიტყვაზე ნაკლები იქნა ნამუშევარი ფლიანად შეფასდება, მაგრამ ამ კომპონენტებში დაეწერებათ 0. მაგრამ აბიტურიენტებს აინტერესებს ხოლმე მაქსიმალური მოცულობა რამდენი შეიძლება იყოს და ეს არის ის ადგილი, რომელიც არის გამოყოფილი ამ კონკრეტული დავალებისათვის. ჩვენ რადგან ვაქვეყნებთ პასუხების ფურცლებს, მაგრამ მაინც გაითვალისწინონ, რომ 2 გვერდის სტანდარტული ფურცლის A4-ის ეგრეთ წოდებული ვერ გადაიტანენ, მეტი ადგილი არ არის პასუხების ფურცელზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ გამოცდაზე მივლენ, იცოდნენ რა მოცულობით ასოების სიდიდიდან და სხვა რავით გამომდინარე, რა მოცულობის ტექსტი არის მათი სტანდარტული, რომ მე სამწუხაროდ არ მოხდეს ისე, რომ გადაცეტრების დროს შევცირება არ დაჭირდეს და რაღაცა ნადირების ამოღება. ქალბატონო ნანა, მინდა გთხოვოთ, რომ ნადი რადიო მიმღებთან ახლოს ხართ მგონი და მინდა უკაცრავად ნანა ლოლაძე სულ ცოტა ხანში ისევ შემოგვიერთდება, იყო მცირე ტექნიკური ხარვეზი. მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოქვეყნებული არის 2025 წლის სტატისტიკა და ამ სტატისტიკიდან ირკვევა, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39,000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2,400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებს 10,000-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და პირდაპირ ეთერში ისევ გვერდება ქალბატონი ნანა ლოლაძე. კიდევ ერთხელ გამარჯობა და უკაცრავად ტექნიკური ხარვეზი იყო და გაითი შეწყდა ჩვენი საუბარი და თქვენ საუბრობდით თუ რამდენად მნიშვნელოვანია აი ამ კრებულებით და დამხმარე მასალის სარგებლობა, რომელიც გამოქვეყნებული არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. რამდენადაც მივხვდი ინსტრუქციების შესახებ მე მოვასწარი, მე თქვა თუ სწორად მახსოვს. მაგრამ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ აი ეს გავიმეოროთ ძირითადი. ინსტრუქციები იქნება ისეთივე ზუსტად, როგორც არის ჩვენ კრებულებში გამოქვეყნებული, თითოეული დავალების ინსტრუქცია და სასურველია იცოდეთ ტექნიკურად როგორ უნდა შეასრულოთ ესა თუ ის დავალება, რომ გამოსადა დრო არ დაკარგოთ ამისთვის და კონცენტრირებული იყოთ უშუალოდ იმ დაპირობის შესრულებაზე, რომელიც კონკრეტულ დავალებას ახლავს, არა ზოგადი ინსტრუქცია. გარდა ამისა, მე აუცილებლად მინდა მიაქციოთ ყურადღება ამის შესახებაც ვისაუბრე, რომ წერითი დავალების მინიმალური მოცულობა, რომ სრულფასოვნად შეფასდეს, გამოქვეყნებულია მათ შორის კრებულშიც, მაგრამ მაქსიმალური არის ხოლმე ასეთი კითხვები, რა მაქსიმალური მოცულობა რომ აღწევა შეიძლება იყოს წერითი დავალების. მხოლოდ იმდენი უნდა დაწეროთ, რაც დაგეტევათ A3-ის აი ამ გაშელ გვერდზე, ან სტანდარტული A4-ის 2 გვერდზე. მეტი ადგილი უბრალოდ არ იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ გამოცდაზე მიხვალთ, ივარჯიშოთ თქვენი ასოების მოხაზულობიდან, სიდიდიდან გამომდინარე, რა მოცულობის ტექსტი დაეტევა ამ გადაშლ პასუხების ფურცელზე. იმიტომ რომ სამწუხაროდ თუ გამოცდის გადათეთრების დროს მოგიწევთ რაღაცა ადგილების შემოკლება, თქვენ შესაბამის შეფასებას რასაც ელით ვერ მიიღებთ, იმიტომ რომ ასე სახელდახელოდ შემოკრებული ცვლილება არ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე თვითონ უშუალოდ რაც შეეხება ჩვენ ტესტის შესახებ და სტრუქტურის შესახებ, რა თქმა უნდა, აბიტურიენტებს აქვს წარმოდგენა, მაგრამ მე მინდა ყურადღება მივაქცევინო
მეორე ნაწილზე სადაც მხატვრული ტექსტებია შემოთავაზებული, როგორც აკითხულის გააზრების უნარის შესამოწმებელი დავალებები, ასევე წერითი დავალება ამ ტექსტებზე. ჩვენ ვითვალისწინებთ და 2005 წლიდან თავაზობთ ორ ტექსტს. ერთი არის პოეტური, მეორე პროზაული, იმიტომ რომ ზოგ აბიტურიენტს უფრო ემარჯვება პოეტური ტექსტის ანალიზი, ზოგს კი პროზაულის, მაგრამ ეს არჩევანი ასევე რაღაცა საფრთხის შემცველია ერთი თვალსაზრისით, რომ დიდი დრო არ დაკარგოთ, რომელი ტექსტი უნდა აირჩიოთ. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ეს ტექსტი იწყებენ, მერე მეორეზე გადადიან, იმიტომ რომ რაღაცა გონიათ, რომ ის უკეთესად გამოუვათ. ძალიან ისეთი კონცენტრირებულად აირჩიეთ, გაითვალისწინეთ ორი რამ. ეს ტექსტი ან კარგად უნდა გქონდეს მასწავლი, ან ძლიერ ემოციურ გავლენას უნდა მოახდინოს თქვენზე და თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს თვითონ ტექსტი და ამავე დროს ის პირობა, რომლის მიხედვითაც ეს ტექსტი უნდა გაანალიზოთ და რომელზეც უნდა იყოს აგებული თხზულება, ასევე თქვენთვის უნდა იყოს საინტერესო, მნიშვნელოვანი და ამ შემთხვევაში იქნება თქვენი არჩევანი სწორი. ტექსტების არჩევა კიდევ ამბობ არის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში და ესე ეფექტურად აი ხშირია ხოლმე კითხვა რომ თუ შეიძლება რომ ორივე ტექსტზე იმუშაო. არა, ორივე ტექსტის შემთხვევაში თქვენი ინსტრუქციით ნულდება. ჩვენ მაინც ვცდილობთ ხოლმე რომ ასე ვთქვათ არ გავანულოთ და გავსწორებლები მაინც აფასებენ, მაგრამ აფასებენ ერთ-ერთს და დამერწმუნეთ ერთი ტექსტის ანალიზი და ამ თხზულების დაწერა საკმაოდ შრომატევადი და ვრცელ დროს მოითხოვს და წარმოიდგინეთ ახლა ეს ორ ტექსტზე რომ განაწილდება, რამდენად ეს იქნება სქემატური და არ იქნება სრულფასოვნად შესრულებული. აუცილებლად ერთი უნდა დაწეროთ იმისათვის რომ კარგი შეფასება მიიღოთ. გარდა ამისა კიდევ ერთხელ შევამოწმებ, რომ ერთი ტექსტი აუცილებლად იქნება საპროგრამო ნაწარმოების ჩამონათვალიდან, მეორე იქნება ეგრეთ წოდებული უცნობი ტექსტი. არჩევანი ნებისმიერია, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დასწავლ ტექსტს აირჩევთ თუ უცნობ ტექსტს აირჩევთ, უბრალოდ მინდა გირჩიოთ ჯერ კიდევ არის დრო. საპროგრამო ნაწარმოებები, რაც უფრო კარგად გექნებათ შესწავლილი, რაც უფრო კარგად გექნებათ ნაფიქრი ამ ტექსტებზე, გადიოლდებათ არასაპროგრამო ნაწარმოების შესრულებას. ასე რომ არის კიდევ დრო, როგორც მოგახსენეთ და აი სისტემაში მოიყვანეთ თქვენი ცოდნა, გადახედეთ ამ ნაწარმოებებს, გაიხსენეთ რა პრობლემებზე მსჯელობთ მასწავლებლებთან ერთად და აუცილებლად გაგიოლდებათ უშუალოდ გამოცდის პროცესში ამ დავალების შესრულება. ხომ არ დაამატებდით კიდე რაიმეს ქალბატონო ნანა და ხო არ მისცემდით კიდევ რაიმე მნიშვნელოვანი რჩევას, რომელიც თუნდაც ტექსტის რედაქტირებას შეეხება. ტექსტის რედაქტირება თავისთავად არ არის ძალიან რთული დავალება, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო წლებში ესეთი ტენდენცია გამოიკვეთა, რომ ჩამონათვალი აქვს, რომ ამ ტიპის შეცდომა იქნება, ამ ტიპის შეცდომა, როგორცაც პედაგოგები ეუბნები და ეძებენ პირდაპირ ამ შეცდომებს. ეს არის ძალიან ესეთი სერიოზული ხარვეზი, იმიტომ რომ თუ კონტექსტი არ იქნა გათვალისწინებული, შეიძლება პირიქით ცუდი შედეგი მიიღოს აბიტურიენტმა, რადგან განსაკუთრებით სინტაქსური შეცდომების შემთხვევაში ეს ერთი და იგივე სიტყვა ერთ კონტექსტში შეიძლება იყოს სწორი და მეორე კონტექსტში არ იყოს. ამიტომ უნდა წაიკითხოთ ჯერ ტექსტი, თვითონ რის შესახებ არის თემატიკა, რა სტილის არის გაიაზროთ და ამის შემდეგ დაიწყოთ შეცდომებისა და ხარვეზების ზევდა და გამოსწორება. ასევე მინდა ერთი ის დავამატო, ხშირად გვეკითხებიან ხოლმე კალიგრაფიის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცხოვთ, რომ ძალიან ლამაზი ხედით იყოს შესრულებული, მაგრამ თუ ამოკითხვა გახდება შეუძლებელი რაღაცა ადგილების, ის უბრალოდ არ შეფასდება. ამიტომ შეეცადეთ, რომ გადათეთრების დროს, პასუხების თურცელზე გადატანის დროს იმდენი დრო დაიტოვოთ, რომ მშვიდად შეძლოს გადათეთრება. გაკრული ხელით ნაწერი, კიდევ ამბობ,
ნამდვილად რაც შესაძლებელია გამსწორებლები წვალობენ, ადიდებენ ეკრანს და აფასებენ, მაგრამ რიგ შემთხვევაში ეს არის ხოლმე შეუძლებელი და ეს აუცილებლად მინდა რომ გაითვალისწინო. ასევე ერთი რჩევა სულ გვეკითხებია რომ გადავხაზო არაუსავს. გადახაზეთ და დაწერეთ რაც სწორია, გადახაზულს ჩვენ მხედველობაში არ მივიღებთ, მაგრამ ძალიან ნაჯრაბნი სადაც ცოტა გარკვევა გაჭირდება ტექსტის თლიანობის აღქმის, ის შეიძლება შეფასებაზე აისახოს. ძალიან დიდი მადლობა ამ მომწურავი ინფორმაციის მოწოდებისთვის და იმედი გვაქვს რომ თქვენ კიდევ არაერთხელ იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი წინა საკამოსტო პერიოდში. შევახსენებთ ჩვენ მსმენელებს რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა ნანა ლოლაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი და ჩვენ საუბრობდით ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შესახებ. ეს იყო გადაცემა საუბრები განათლებაზე და მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით.